პირველ რიგში ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ევროკავშირი აკეთებს დაწყებული 90-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო დიდი გაფართოება მაშინდელი მეხუთე ტალღა გაფართოების ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ, თავის კოპენჰაგენის კრიტერიუმებით, რომელიც 93 წელს იყო მიღებული და ამ კოპენჰაგენის კრიტერიუმების გარშემო, ანუ ეს არის დემოკრატიის, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმები ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში, მთლიანად დაახლოების კონტექსტში და აი ამ კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ ყოველწლიურად ქვეყანაში განხორციელებულ პროგრესს. როგორი რეფორმები გატარდა, რამდენად მიუახლოვდა ინსტიტუციურად, ან ეკონომიკურად, ან თქვათ პოლიტიკურად, ანუ პოლიტიკურად მიახლოებაში ბევრი რაღაცა იგულისხმება, ну, მაგალითად სამართლებრივი ჩარჩო, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა სფეროებში, ანუ რამდენად მიუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს ქვეყანა, რომელსაც უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში და ამიტომ ამას აქვს ძალიან ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ის პრაქტიკულად მომავალი წლის განმავლობაში სწორედ ამითი ხელმძღვანელობს შემდგომში ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები, როდესაც იღებენ გარკვეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ქვეყნის მიმართ, მათ შორის მაგალითად გახსნან თუ არა მოლაპარაკებები, ან გადადგა რაღაც გახსნან ახალი თავი მოლაპარაკებებში, როგორც ვთქვით, ჩაკითხვა მაქვს ასეთი, უვიზო მიმოსვლა შეიცვლება თუ არა, ეს ამაზე პირდაპირ როგორც ჩანს არ არის მიბმული, მაგრამ მათ შორის ამ საკითხზე მსჯელობისთვის ეს შეიძლება სახელმძღვანელო დოკუმენტი აღმოჩნდეს, ხომ? ანუ ამ ტიპის არის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში. კი, აუცილებლად გაფართოების ანგარიში პრაქტიკულად ყველაფერი აისახება და მათ შორის, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლის საკითხებიც და აუცილებლად იქნება ჩანაწერი, რომელიც აჩვენებს თუ რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო, რომ ქვეყნების რო ახლო არიან გადაწყვეტილების მიღებასთან, რომ შეუჩერონ საქართველოს უვიზო მიმოსვლა დროებით, რადგან ეს მექანიზმი ესე ითვალისწინებს დროებით შეჩერებას და შემდგომ ანუ ან დაბრუნებას, ან გაგრძელებას აი ამ შეჩერებული ესე ვთქვათ მდგომარეობისა. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ჩანაწერი და იქნება მოყვანილი ის არგუმენტები, რომლის გამო შეიძლება შეარჩიონ და მათ შორის არა მარტო აი ეს ტექნიკური არგუმენტები, რომლებიც წინა შემთხვევებში თქვა სხვა ქვეყნებთან ჟღერდებოდა, თუ ისინი არ ღვევდნენ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიც არის ვთქვათ მოზღვავება, ლტოლვილების, მაგალითად თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდა, ან თუ გნებავთ კრიმინალი, რომელიც გაიზარდა ვთქვათ ამ ქვეყნიდან ექსპორტირებული ვთქვათ ევროკავშირის ქვეყნებში და სხვადასხვა ესეთი სახის მოთხოვნები, მაგრამ ასევე ადამიანის უფლებებს რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოში, დისკრიმინაციას და დემოკრატიულ უკუსვლას, ეს ყველაფერი ჩაიწერება ახალ ვთქვათ მექანიზმში, უпростоრად მექანიზმის ახალ დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს ვიზის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს და აუცილებლად იქნება ალბათ მასზე ციტირება თქმა რომ აი ახალ მექანიზმში ეს არის გათვალისწინებული და საქართველოს დგას ამ საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ უამრავი ჩამოთვლილი იქნება ყველაფერი ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, იქნება შეტანილი იქ სადაც განხილული იქნება პოლიტიკური კრიტერიუმების შეფასება. ეხლა რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმს ან ინსტიტუციური დაახლოების კრიტერიუმებს, შეიძლება ძალიან დიდად არ განსხვავდებოდათ მოლდოვასა და უკრაინისგან, თუმცა მოლდოვას და უკრაინას აქვს წინსვლა რო ავიღოთ უბრალოდ მაგალითად ფინანსურ ეს თქვა ევროკავშირის გადახდების ერთიან სისტემაში გაერთიანება ან თუ გნებავთ კომუნიკაციების სფეროში მაგალითად ევროკავშირის როუმინგის სისტემაში შესვლა და ბევრი სხვა, მაგრამ ძირითადად საქართველოს კარგი მაჩვენებლები ქონდა აი ამ სხვა მაგალითად ეკონომიკური ხასიათის ან სხვა ინსტიტუციური ვთქვათ საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით, მაგრამ ისევე ხაზი ალბათ გაესმება ამას და ეს ამასწინათ გამოსვლებში მე მგონი ევროკომისიის პრეზიდენტმა გაუსვა ხაზი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შესაძლოა ევროპის საგარეო ქმედების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ პოლიტიკური კრიტერიუმი იქნება განსაზღვრელი იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას რომელიმე ქვეყანასთან. ანუ აქვს თუ არა ქვეყანას სწორედ დემოკრატიის განვითარების სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და აქ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უკუსვლა, რომელიც აუცილებლად იქნება გაჟღერებული ამ დოკუმენტში.
კი ბატონო, რა არის მთავარი პრობლემა ამ დოკუმენტზე? მთავარი მიღწევად არის ეკონომიკური წინსვლა, მთავარი პრობლემა, მათ შორის რიტორიკაც არის დასახელებული, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რაც ითვლება მთავარ ჩავარდნად ამ პროცესში საქართველოსი. თქვენ უკვე ჩამოთვალეთ და რამდენიმე ფაქტორია, რა თქმა უნდა, ჩავარდნა არის ეს დემოკრატიული უკუსვლა ერთიანად, რო ვთქვათ, ერთი ტერმინი რო გამოვიყენოთ, მაგრამ აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები, ეს არის ვთქვათ, უკანონო დაკავებები, ციხეებში პოლიტპატიმრების არსებობა, ანუ პოლიტიკური ნიშნით ეს არის სასამართლოს ვთქვათ მიუკერძოებლობა, რომელიც ძალიან აშკარა არის უკვე. ეს არის თავისთავად მედიას სივრცის, რა თქმა უნდა, შეზღუდვა. აუცილებლად შეიძლება ჩაითვალოს ასევე, რა თქმა უნდა, საგარეო ასპარეზზე ეს არის საქართველოს დისტანცირება ევროკავშირში გაწევრიანების და ნატოში გაწევრიანების პროცესისგანაც კი. ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში და თავისთავად პროპაგანდა, რუსული პროპაგანდა, რომელიც გადმოვიდა და გახდა ჩვენი სამთავრობო პროპაგანდა. ანუ ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდასავლური ესეთი კონტექსტი, რომელიც შეიქმნა მთლიანად საქართველოში, საქართველოს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამსახურებით. შეიძლება მე რაღაცა გამომჩეს, იმიტომ რომ იმდენი არის ამ დემოკრატიული უკუსვლაში უკვე იმდენი მაჩვენებელია მნიშვნელოვანი, მაგით არჩევნები, რომელიც ახლა ალბათ არ არის ყველაზე ბოლო, არჩევნების არცნობა, რომელიც მაგალითად მე შეიძლება ევროკავშირმა თავი შეიკავოს პირდაპირ ამ ტერმინების დასახელებით არცნობა, მაგრამ მაგალითად ევრონესტის რეზოლუციაში პირდაპირ იყო ხო, ესე ვთქვათ, ნათქვამი, რომ არცნობენ ისინი საქართველოს ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლების ლეგიტიმურობას და აი ესეთი საკითხები, რომელიც არჩევნების არაევროპული სტანდარტით, ეხლა პირდაპირ შეიძლება არ იყოს ნათქვამი, რომ კონკრეტულად რაში გაყალდა და რაში არა და რამდენი პროცენტით გაყალდა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ არჩევნები არ ჩატარდა არც ევროპული და არც საერთაშორისო სტანდარტით და ამან მისცა ეს თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ეჭვი გააჩინა იმისა, რომ არჩევნები არის პრინციპში არჩევნების შედეგად მითვისებული ხელისუფლება, აი ეს რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება ასევე ხაზგასმული. ბატონო კახა, საინტერესოა ასევე ხელისუფლება ამბობს, რომ ის რაღაც ეტაპზე ეს ევროკავშირთან დაახლოება არის მისი დღის წესრიგის ნაწილი და რაღაც ეტაპზე ის შეეცდება, ვთქვათ, ან ელოდება ევრობიუროკრატიის შეცვლას, ან რა შეიძლება ელოდებოდეს, როდესაც ის თავის ამომრჩეველს მაინც ელაპარაკება, რომ ეს არის მისი დღის წესრიგის ნაწილი. ეხლა კარგად ვიცით, რომ ეს ადრე ჩვენ ხშირად საუბრობდით, რომ მაგალითად როცა ლავროვი ან პუტინი რაღაც განცხადებებს აკეთებდნენ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადებები, იმიტომ რომ იმდენად ტრივიალური იყო და იმდენად ესე ვთქვათ ძალიან აშკარა იყო, რომ ეს არის აბსოლუტურად ეს ვთქვათ ყველა იმიდან გასული, არ ვიცი, მტკიცებულებების გარეშე და ყოველგვარი, ეს ვთქვათ, რაღაც სიმართლის გარეშე განცხადებები. ეხლა ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მთავრობის განცხადებებთან მიმართებაში ვთქვათ ზუსტად იგივე, რომ ეს არის შიდა მოხმარებაზე გათვლილი და თანაც შიდა ლოკალურ, ანუ არა მთლიანად შიდა მოხმარებაზე, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან კარგად ესმის მოსახლეობის უმრავლესობას, რომ ეს განცხადებები არის აბსურდული, მაგრამ აი იმ რაღაცა ოცნების მხარდამჭერებზე, რომელთაც უნდათ აი შეგულიანება და რომელთა დამოკიდებულებებსაც ჭირდება გამყარება, ჭირდება რაღაცა მხარდაჭერა, რაღაც ახალი იდეებით და ახალი. აი ესეთი სიტუაცია არის და რეალურად ეხა ის რომ როგორი აბსურდია ეხა ჩვენ რომ ბიუროკრატია თურმე შეიძლება ბრიუსელში და ბრიუსელი შეიცვლის თავის ღირებულებით საფუძვლებს, რაც არ უნდა ბიუროკრატია შეიცვალოს ბრიუსელში, თუ არჩევნები არ ტარდება დემოკრატიულად, თუ ადამიანებს ციხეებში ყრიან სასამართლოს გარეშე პრაქტიკულად, თუ თქვათ სამსახურებიდან ყრიან მაგალითად სახელმწიფო მოხელეებს იმის გამო რომ მათ ეს თქვათ პეტიციას მოაწერეს ხელი, რომ არ მოწონთ ის რომ ევროინტეგრაცია შეჩერებულია და ასე შემდეგ, ეს ხო ღირებულებითი საკითხებია, ეს არ შეესაბამება ევროკავშირის
ევროკავშირის ღირებულებებს, ევროპულ ღირებულებებს და არა მარტო ევროპულს, ეს არ შეესაბამება საერთოდ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებს და ნუ თუ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში შეიცვლება ისეთნაირად ბიუროკრატია და აბსოლუტურად ავტორიტარიზმით ჩანაცვლდეს, მაშინ უნდა ევროკავშირი, მაგალითად ორბანისნაირი მთავრობა უნდა მოვიდეს ყველა ქვეყანაში ევროკავშირში და ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს მთლიანად ორბანისნაირი ხალხით. ან მისი ესე ვთქვათ მსოფლმხედველობის და ფიცოსნაირი მსოფლმხედველობის ხალხით. თუ ამის იმედი აქვთ, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ თავად ორბანიც კი ახლა წააგებს არჩევნებს გაზაფხულზე და შეუძლებელია ეს გამონაკლისია, ეს არ არის ევროპული ტრენდი, რომ მაგალითად ევროპაში ესე ვთქვათ ევროპამ შეიცვალოს და ავტორიტარული ქვეყანა გახდეს და მერე უკვე უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ უი რა კარგია, ყველაფერს კარგად აკეთებ და ყოჩახ და ასე შემდეგ. ეს წარმოუდგენელია, აბსოლუტურად აბსურდია შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს არის შიდა მოხმარებისთვის, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ამ დროს გამოქვეყნდა ბრიუსელში გაფართოების სამიტში ვინ მიიღებს მონაწილეობას, ეს არის ზელენსკი, თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კოშტა, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერი რამა, მონტენეგროს პრემიერი პაჟიკი, მაკედონიის პრემიერი მიცკოსკი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი. სამიტი სატელევიზიო ფორმატში ჩატარდება, თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება. მოკლედ აქ არ არის საქართველოსაც არ არის ლაპარაკი. ვიცით რომ 6 საათზე ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ხერჩინსკი გამართავს პრესკონფერენციას, ანუ ამ ფორმატში არ არის საქართველო. ანუ მართლა გულით რომ მოისურვოს ახლა ხელისუფლებამ, როგორ შეიძლება დაეწიოს ამ დაძრულ და მის მიღმა მიმდინარე მატარებელს, სადაც მის შესახებ, საქართველოს შესახებ იოზვიაკის X-ში გამოქვეყნებულ სტატუსს თუ ავიღებთ რაღაც სახელმძღვანელო, ზოგს კარგი შეფასება აქვს, ზოგს საშუალო და terrible საშინელი ასეთი არის ერთი სიტყვით შეფასების დახასიათება, რომელიც საქართველოს ეხება. კი ბატონო, ნუ პირველ რიგში მე ვიტყოდი იმას, რომ ჩვენ არ უნდა გავიკვირდეს რომ რაღაც სამიტზე არ პატიჟებენ, თქვათ გაფართოების სამიტზე, იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ მე შემიძლია დანაბდულებით გითხრათ, რომ ევროკომისიაში, არა მარტო ევროკომისიაში, ევროკავშირის ინსტიტუტებში თინათ ფიქრობდნენ შეიყვანონ თუ არა საქართველოს საერთოდ გაფართოების ანგარიშში. აი ეს ყოველწლიური ანგარიში, რომელიც კეთდება და 10 ქვეყანა არის მიმოხილული, მათ შორის თურქეთის, თქვათ, რომელსაც შეჩერებული აქვს, რომელსაც ხო, ეს თქვათ, გაფართოების პროცესში კი არის, მაგრამ შეჩერებული აქვს კონკრეტულად მოლაპარაკებები. საქართველოს შეჩერებული აქვს, გაყინული აქვს კანდიდატის სტატუსიც კი. მოლაპარაკებებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი და იყოს საუბარი იმაზე, რომ ხომ არ მაგალითად გააკეთონ თუ არა საერთოდ შეიყვანონ თუ არა საქართველოს ანგარიშში და მე ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ საქართველოს ანგარიშში მოხდება ანუ საქართველოზე რომ ანგარიშს წერენ თუნდაც სულს რაღაცნაირი იმედის ხივივითაა რომ არაა ხელი ჩაქნეული კი ანუ უბრალოდ საქართველოს აღარ არის სრულიად ესე ვთქვათ უკვე რაღაც დავიწყებული და აბსოლუტურად ხელჩაქნეული ნამდვილად ესეა და ეს არის ერთადერთი დადებითი მე მგონი რომ საქართველოს ჯერ კიდევ არის ანუ ევროკავშირი გააგრძელებს მონიტორინგს საქართველოს სიტუაციის და ინარჩუნებს ესე ვთქვათ რაღაც აი ამ ძაფს რომლითაც შეიძლება ეს ძაფი შეიძლება გაწყდეს ნებისმიერ დროს ეს ძაფია სამწუხაროდ მეტი არაფერი ეს თოკიც არ არის ხო მაგრამ ამ ძაფით აპირებენ საქართველოს რა თქმა უნდა ამოთრევას იმ ჭაობიდან რომელშიც ჩვენ ნელ-ნელა ვიძირებით ხო ანუ ეს კარგია ამიტომ სამიძე მე სულ არ მიკვირს რომ სადღაც სამიძე არ დაპატიჟონ პირიქით ძალიან გამიკვირდება რომ დაპატიჟონ აი გაფართოების სამიძე და კითხონ თქვენ რას აკეთებთ და როგორ ფიქრობთ და რაღაც აზრი კითხონ იმასთან დაკავშირებით რაღაცა ხო არ აკლია გაფართოების პროცესს აბსოლუტურად არა ეხლა რა უნდა გაკეთდეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა საკითხი რომელზეც ყველა ფიქრობს ალბათ საქართველოში
დიდიდან პატარიანა, იმიტომ რომ ყველამ იცის ეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე დაღუპულია. ეხლა რამდენიც არ უნდა იძახოს ვიღაცამ, თქვათ, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოსო, ჩვენ სუვერენული და დამოუკიდებელი და ამიტომ ჩვენ გვირჩევნია, ჩვენ თვითონ მოვიპოვეთ ეს დამოუკიდებლობა, გვირჩევნია, რომ ყველასგან ვიყოთ აბსოლუტურად დამოუკიდებელი და არავის ჭკუ არ მოკითხოთ და არავის ესე ვთქვათ რაღაც შენიშვნაზე არ გავაკეთოთ რეაგირება და შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ეს ვთქვათ რაღაც გულუბრყვილო, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, ხო? გულუბრყვილო, თუ ეს სპეციალურად არ არის გაკეთებული ხედვა, იმიტომ რომ საქართველოს ევროკავშირის გარეშე უბრალოდ ვერ გადარჩება. საქართველოს არის ავტორიტარული, ძალიან აგრესიული ქვეყნების გარემოცვაში ქვეყნების კი არა უბრალოდ მათ ყავთ აგრესიული მმართველები შეიძლება ესე ვთქვათ ამ ქვეყნებს თორე შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა როდისმე გახდეს დემოკრატიული კი ბატონო მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ეს გარემოცვაში და საქართველოს ყოველთვის იქნება რაღაცა ესეთი დაუცველი ქვეყანა პირველ რიგში რუსეთი რა თქმა უნდა ჩრდილოეთიდან რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვთქვათ ჩვენ წინააღმდეგ მომართოს თავისი აგრესია ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ რუსეთს არ აქვსო რესურსი იმიტომ რომ უკრაინაში იბრძვის მაგრამ ნახეთ ახლა რამხელა კონცენტრაცია ხდება რუსეთის ეს თქვათ ცოცხალი ძალისაც და ტექნიკის და განსაკუთრებით რაკეტების და ამ შემდეგ ფინეთის საზღვარზე ანუ ფინეთის საზღვარზე ახერხებს კიდე კონცენტრირებას და რა თქმა უნდა მას აქვს ძალა იმისა და ყოველთვის ექნება იმის შესაძლებლობა რომ საქართველოში განახორციელოს დამატებით კიდევ ერთი აგრესია. რუსეთსაც რომ თავი დავანებოთ უამრავი სხვა ქვეყანაც შეიძლება აგრესია არ არის აუცილებელი სხვანაირად დაგაზიანოს. ევროკავშირის წევრობა ეს არის პირველ რიგში შენი უსაფრთხოება. ქვეყნის დამოუკიდებლობის და ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია ევროკავშირის, მაგრამ რა თქმა უნდა თუ ნატოს წევრი გახდები, ეს კიდევ უფრო ძლიერი გარანტია აქვს მოდის, ეს თქვათ, ეგეთი ხისტი ძალის, ესე ვთქვათ, გარანტია, რომელიც თქვათ აიღო ფინეთმა, მაგალითად შვედეთმა ბოლო ხანებში ამდენი წლის განმავლობაში თვლიდნენ, რომ მათი ნეიტრალიტეტი რაღაცნაირად უზრუნველყოფდა ბალანსირებას და მათ მიმართ არ არსებობდა რისკები, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეხლა მსოფლიო მიდის ისეთი მიმართულებით, რომ რისკები გაეზარდა ყველა ქვეყანას, გერმანიას უდიდესი უძლიერესი ქვეყანა და ის გრძნობს რისკებს და ეხლა საქართველოს რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად დაუცველი 37,000 ჯარისკაცის ეს თქვათ პირობაზე, რომელიც ახლა ახალ დამტკიცებული ბიუჯეტით 37,000-ად რჩება ჩვენი ჯარი, აი უზარმაზარი ესე თქვათ პოტენციების გარემოცვაში. ამიტომ აქ რა უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ უნდა კარგად გააცნობიეროს, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება, რომ აუცილებელია მაქსიმალური ზეწოლა მოსახლეობამ მოახდინოს სწორედ ევროპული ინტეგრაციის კურსის დასაბრუნებლად და აქ დაბრუნება შეუძლებელია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ეს თქვათ კი ბატონო კახა ბოლო კითხვას ეს თქვათ პირველ პლანზე ხარჯზე ბოლო კითხვას დაგისვამ თქვენი დაკვირვებით შეფასებისგან გამომდინარე და ასევე რეალობიდან გამომდინარე ვინ შეიძლება მოხდეს გაფართოების ამ ტალღაში როგორც შესაძლებლობაში რომელზეც ამბობენ რომ ასეთი შესაძლებლობა რაღაც არ არის მუდმივი და არ არის ხშირი. რა ვიცი, მე მგონია რომ ეხლა ამ ეტაპზე ალბანეთს აქებენ, ალბანეთში განხორციელებულ რეფორმებს და აქებენ ასევე მონტენეგროს თავისთავად. მონტენეგრო დიდი ხანია უკვე ეს თქვათ, იქ იყო გარკვეული შეფერხებები, სწორედ რუსეთის ჩარევის გამო მოხდა რაღაც გარკვეული შეფერხებები აი ამ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ ეს ორი ქვეყანა არის ბევრად უფრო მზად და რა თქმა უნდა მოლდოვა, რომელიც არ ვიტყოდი რომ მოლდოვა არის უფრო მზად ვიდრე ვთქვათ ნებისმიერი სახელმწიფო, მაგრამ მოლდოვა ისეთი სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ, რომ აი ეს პროექცია ხო მომავლისკენ აძლევს მაგრამ არის თუ არა იქ საფრთხილო მუდმივად მოსახლეობის განწყობა, რომელიც სულ არჩევნებზეც და ასევე კითხვაზეც ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, აი სულ რაღაცნაირად ზღვარზე უწევთ, ანუ არ არის მყარი ამ მხრივ. მოწყვლადი გინდა თქვათ, ხო, არის, მოლდოვა არის ძალიან მოწყვლადი, იმიტომ რომ მოლდოვაში არის დიდი ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც პრორუსულია
პირდაპირ ვთქვათ, მაგალითად გაგაუზია მთლიანად ტრანსნისტრია ეს დნესტრისპირეთის რეგიონი და არა მარტო თავად მოლდოვის ვთქვათ, შეიძლება ეთნიკურად მოლდოველებს შორისაც კი არის ბევრი ძალიან პრორუსულად განწყობილი, ასევე კორუფცია, ძალიან ბევრი არის მოსყიდული, ძალიან ძლიერია რუსული პროპაგანდა მოლდოვაში და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად მყარი და ძლიერი და სტაბილურია ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში და იმდენად სწორად ექცევა ევროკომისია და ევროკავშირიც მაქსიმალურად ცდილობს უკვე მოლდოვას დაეხმაროს ყველა პრობლემების გადაწყვეტაში და აი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და მოლდოვაში თქვათ რაღაცა ესეთი სწრაფი წინსვლა ტექნოლოგიურად სწრაფი ბმა ევროკავშირთან სხვათა შორის მოლდოვის ვაჭრობა ევროკავშირთან არის ძალიან სადღაც 70-80%-ია უკვე ანუ ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი პრაქტიკულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვს ამდენი ერთმანეთში ვაჭრობა ანუ მიბმულია პრაქტიკულად მოლდოვა უკვე ევროკავშირის ბაზარზე და ძალიან აქტიურად ავითარებს თავის ამ კავშირებს ამიტომ აქ უბრალოდ არის თუ ესე წავიდა მოლდოვის საქმე შეიძლება შემცირდეს ევროსკეპტიკური მოსახლეობის რაოდენობა ძალიან სწრაფად იმიტომ რომ დაკმაყოფილდეს ხალხი სოციალურად, ნახონ ეკონომიკური ზრდა ასე შემდეგ და პროპაგანდამ ვეღარ იმუშაოს ისე ძლიერ. და რა თქმა უნდა მოლდოვას აქვს შანსები, მაგრამ მე მაინც გონია რომ არ ამგონია რომ მეტი შანსი ქონდეს ვიდრე იგივე ალბანეთს ან მონტენეგროს მოლდოვას. თუმცა აქეთკენ რაღაცნაირად ევროკავშირი უკეთებს ესეთ კომპლიმენტებს ევროკავშირის ინსტიტუტები ამასთანავე გამოაცხადეს რომ 28-29 წლისთვის შეიძლება მზად იყოს მოლდოვა გასაწევრიანებად. ხო, ინსტიტუციურად კი ბატონო, შეიძლება რეფორმები კონდეს გატარებული, შეიძლება სხვა კანონები კონდეს მიღებული და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ აბსოლუტურად ზუსტად გავუსთ ხაზი, მოწყვლადი მოლდოვაში არის მენტალობა ადამიანების, რომელიც ასევე უნდა შეიცვალოს და რომელიც იგივე ფუკუიამას მიხედვით ყველაზე რთულად იცვლება მთლიანად ესე ვთქვათ აი ტრანზიციაში მყოფი ქვეყნების ქვეყნებში. კი ბატონო, მადლობა. მადლობა კახა გოგოლაშვილი პასუხობდა ჩვენ კითხვებს. მადლობა მას და